მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვილაპარაკო ყველაზე უფრო უნამუსო და უპრინციპო და საზიზღარ ქართველზე, რომელსაც წარმოადგენს გუბაზ სანიკიძე. ძალიან პატარა ვიდეოა, ერთად ვნახოთ და მერე გავაგრძელებ საუბარს. უმეტესად ეს უციგნური ხალხი უნდა ეწყინოთ, რაც უნდა იცხრა. ქართული ოცნების აღმოჩენილი ინტელექტუალურად არის ძალიან მოწყვლადი. მერე ეს ხალხი უკვე დაზიანებულია ფსიქიკურად. ამათი პროპაგანდა არის სახიფათო ფსიქიატრიული თვალსაზრისით, სამედიცინო თვალსაზრისით. უკვე რაღაცას ეს არის ქრისტიანული ბრძოლები გამიჩნდა, ამათ მიმართ საცოდავები არიან. მოკლედ, გუბაზ სანიკიძე ქართული ოცნების ამომრჩეველზე, რომელიც გახლავთ დაახლოებით 1,100,000, ამ 1,100,000 ადამიანზე იძახის, რომ არიან უწიგნური, საწყალი, ფსიქიურად დაავადებული ადამიანებია. ამას იძახის ადამიანი, რომელიც თავის თავს პოლიტიკოსს ეძახის და აი ეს პოლიტიკოსი რო ქვია, ტიპი ზის და თავის თავს უფლებას აძლევს, რომ სხვა პარტიის ამომრჩეველს, რომელიც 1,100,000 წარმოადგენს, იჯდეს და შეურაცხყოფას აყენებს. ამ 1,100,000 კაციდან ვიღაცა შეხვდება ამას ქუჩაში და დედის ტრაქს დაახურავს თავზე ამ ლაპარაკის გამო და მერე გუბაზ სანიკიძე დაიწყებს ტირილს. გაიქცევა თავისნაირ უნამუსოსთან, გიორგი თარგამაძესთან ეთერში, იქ დაჯდება და დაიწყებს ტირილს, რომ ქართულმა ოცნებამ ტიტუშკები გამომიგზავნაო. არა და თვითონ არის ტიტუშკა, სააკაშვილის ტიტუშკაა და სწორედ იმიტომ ლაპარაკობს ამ რაღაცებს, რასაც ლაპარაკობს. რითი გამოირჩევა გუბაზ სანიკიძე? გუბაზ სანიკიძე გამოირჩევა იმით, რომ არის ყველაზე უფრო უპრინციპო, უნამუსო ადამიანი, რომელიც დღეს ერთ სიძახის, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს და მასზე კიდე მეოთხეს და მთელი ამ კაცის მოღვაწეობა და ბიოგრაფია სწორედ ამას ადასტურებს, რომ ტიპი არის უნამუსო კაცი, უპრინციპო ადამიანი, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ დღეს ერთს უმტკიცებს ადამიანებს, მეორე დღეს საპირისპიროს უმტკიცებს ადამიანებს. გუბაზ სანიკიძე არის ტიპი, რომელიც ოცნებობდა მილიონის შოვნაზე და ქართული ოცნება რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინ ივანიშვილის ტრაქში ჰქონდა თავი შეყოფილი და იძახდა, რომ მილიონი უნდა ვიშოვო რა არ მაინტერესებსო. მაგრამ იმდენად ბანძი არსებაა და იმდენად ფარჩაკია, რომ ვერ შეძლო რომ ეშოვა და მილიონი არ მისცეს იმის საშუალება. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ბევრმა იშოვა მილიონი ნამდვილად, მაგრამ აი ეს სირი იმდენად არარაობაა, რომ არ მისცეს იმის საშუალება თავისი ფარჩაკობიდან გამომდინარე, რომ რამე ეშოვნა და სწორედ ამაზე გამწარდა და მერე გაიქცა ისევ და სააკაშვილს დაუჩოქა, რომ ისევ შენი მონამორჩილი ვიქნებიო. სანიკიძე პარლამენტში ყოფნის დროს იყო და ძილისმეც არაფერს არ აკეთებდა, ან ეძინა ტიპს სხდომათა დარბაზში, ან ბუფეტში იჯდა და სკდებოდა იქ. როგორი ღორიც არის, აი ესე რო შეხედავ, სულიც იგივე ღორის სული აქვს და გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომელიც კატლეტის ჩეკებზე ტრაქს იძლევა და არ ვღადაო. პიურესაც თუ დაუმატებ იმ კატლეტებზე, რავი, ტრაქსაც მოგცემს და შეიძლება პირშიც ჩაიდოს რაღაცეები. აი ესეთი უნამუსო ღორი არსებაა, რომელმაც ადგა და თავისნაირი უნამუსო შვილი გამოჭედა, გამოზარდა და ადგა და ყველაზე უფრო ბოროტი პარტია რაც არის და ყველაზე უფრო დედამოწყნული პარტია რაც არის ნაციონალური მოძრაობა, გააქანა და პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობაში ტენა თავისი ნაშიერი, რომელიც გახლავთ ლევან სანიკიძე და მამამისისგან მემკვიდრეობით მიიღო უნამუსობა. და ვხედავთ როგორ გამოდის ხოლმე უბოზიჩი და როგორი
სპიკერია ნაციონალური მოძრაობის და რაღაცა უნამუსოდ რამასნაირი უნამუსოა ისიც თქო რო ვიძახი, იმიტომ ვიძახი რომ ისეთ განცხადებებს აკეთებს ხოლმე ნაციონალური მოძრაობის სახელით რომ ნამუსიანი ადამიანი მაგ რაღაცებს არ ილაპარაკებს რა თქმა უნდა და ნამუსი რო ქონოდა რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობაშიც არ შევიდოდა მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე რაც მამაა ყლეობა ის შვილი ყავს იგივე ჩვენი საზოგადოების ბრალია ის რომ გუბაზ სანიკიძე თავის თავს უფლებას აძლევს რომ პოლიტიკოსი ერქვას და იჯდეს და აი ამ რაღაცებს რო ლაპარაკობდეს ჩვენ არ უნდა ვაძლევდეთ იმის საშუალებას გუბაზ სანიკიძისნაირ ფარჩაკ არსებებს რომ აი ესე იჯდნენ საჯაროდ და პოლიტიკოსები დაირქვან და რაღაცა პოლიტიკას რო აკეთებდნენ ჯერ გუბაზ სანიკიძის გაკეთებული პოლიტიკა რა ვთქვი მე მაგრამ ზოგადად ხო ქვია რომ პოლიტიკოსია 30 წელიწადია სანიკიძე პოლიტიკოსობს და სახელმწიფოს ხრავს ხან პარლამენტშია ვიღაცების ტრაკით შესული და იქიდან ჭამს სახელმწიფოს ბიუჯეტს როგორც შეუძლია ისე თუ პარლამენტში არ არის მაშინ ოპოზიციაშია ოღონდ ოპოზიციაშიც იმათთან არის სადაც ფულის სულის ცემს და მთელი ცხოვრება აი ესე გაატარა ამ პროჭმა ამან და ეხა ზის და თურმე ქართული ოცნების საუნჩეველი ყოფილა საცოდავი ხალხი ამაზე უფრო საწყალი და საცოდავი არსება მე ვერ წარმოვიდგენია ამ ქვეყანაში რომელსაც ნამუსის ნატამალი არ გააჩნია და რა ვიცი ყველაფრის კადრება შეუძლია ტიპს და როგორც უკვე აღნიშნე კატლეტის ჩეკებზე საკუთარ ტრაქს არ ზოგავს ეს დედამოტყული და რა ვიცი ზის და ვიღაცებზე ლაპარაკობს ეს არის რის თქმაც მინდოდა ყველაზე უფრო საზიზღარ ქართველთან დაკავშირებით რომელიც გახლავთ გუბაზ სანიკიძე